ბრუნდებით ძვირფას ტელემაყურებლებო პირდაპირ ეთერში, პირდაპირ დავაანონსებ გადაცემის თანაწამყვას ვაკო ყორღანაშვილს, ლიდერ ქალთა საზოგადოების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს და დღეს ცოტა განსხვავებული ეთერი გვექნება. მე და ვაკო გავაანალიზებთ პროფესიული განათლების მნიშვნელობას. ზუსტად გუშინ დილის მონეტიზაციაში ფაქტობრივად კვირა ესე დავიწყეთ და მიმდინარე კვირა ძალიან დიდი დოზით დაეთმობა პროფესიულ განათლებას, იმიტომ რომ დამეთანხმება ვაკოც, განათლება არის ის ერთადერთი სერიოზული გასაღები, რაც შეუძლია აი მაკრო დონეზე რომ ვისაუბროთ ჩვენი ქვეყანა განვითარებადი ქვეყნიდან გადავიყვანოთ განვითარებული ქვეყანათა სიაში. შეუძლებელია და ვისაუბრებთ BDC აკადემიაზე. რატომ BDC აკადემიაზე? ჩვენი რუბრიკა ეძღვნება ლიდერ ქალთა საზოგადოებას და წარმატებულ მაგალითებს. შესაბამისად BDC აკადემია ვეტყვი მაყურებელს რომ ძალიან დიდი დოზით არის ჩართული ამ ქალბატონების პროფესიულ გადამზადებაში, როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე BDC აკადემიას აქვს პროგრამები, რომელიც მოიცავს საზღვარგარეთ პრაქტიკის მიღებასაც. 20 წლიანი გამოცდილებით და 40-ზე მეტი აქტიური პროგრამით. ვაკო, პირველ რიგში, მოდი დავიწყოთ სანამ ჩავშლით პროგრამებს, პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია იგი შენი შეხედულებით და რამდენად დიდ დროს თამაშობს საზოგადოების ცნობიერების გაზრდაში. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით ჩვენ დილის მაყურებელს და როგორც კი აღნიშნე, გიგა დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა, ეს არის პროფესიული განათლება, რომელიც დღესდღეობით არის საკმაოდ აქტუალური, ხდება მეტად და მეტად პოპულარული, რასაც ეწმება ძალიან დიდი ყურადღება, როგორც ჩვენი მხრიდან და ჩვენც აღნიშნე, რომ ლიდერ ქალთა საზოგადოება უკვე წლებია არის BDC აკადემიასთან ერთად. BDC აკადემია არის ჩვენი ლიდერ ქალთა საზოგადოების პერმანენტული სპონსორი და მხარდამჭერი, რომელიც გვეხმარება ჩვენ არა მხოლოდ განათლების მიღებაში, არამედ გაცემაში, რომელიც არის უშუალოდ ყველაფერი იმისათვის მიზანი მართული, რომ არა მხოლოდ ქალბატონებმა, არა მხოლოდ რაღაც კონკრეტულმა ბიზნეს სპექტრმა და საზოგადოებამ მიიღოს განათლება, არამედ ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რომელსაც სურს უშუალოდ განათლების მიღება და სხვადასხვა მიმართულებებით, სხვადასხვა პროექტების განხორციელება, კონკრეტული კვალიფიკაციის ამაღლება თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ ყველაფერს ჩვენ ლიდერ ქალთა საზოგადოება BDC აკადემიასთან ერთად ყოველწლიურად ვახორციელებთ. აი მაგალითისათვის შეგვიძლია მოვყვანოთ ის, რომ ჩვენ ყოველ შაბათს გვაქვს სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ეს არის ტრენინგები, ვორქშოპები, სემინარები, სადაც ჩვენ ქალბატონებს და არა მხოლოდ ქალბატონებს BDC აკადემიასთან ერთად ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ მიიღონ კონკრეტული ცოდნა, კონკრეტული გამოცდილება, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო. რაც შეეხება უშუალოდ პროფესიული მომზადება, გადამზადების აქტუალურობას, ვფიქრობ, რომ დღესდღეობისათვის საკმაოდ აქტუალური თემატიკაა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დღევანდელ დიჯიტალიზაციაში ხვდებით სხვადასხვა საჭიროებებს და სხვადასხვა ინფორმაციებს, ხვდებით, რომ რაღაც შეიძლება აკადემიური მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნა არ იყოს იმ კონკრეტულ მომენტში ჩვენთვის მისაღები და საინტერესო და ჩვენ მსგავსი სასწავლებლები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ის კონკრეტული აუცნებლობა, რაც ჩვენ გვაქვს მოცემული, შევისწავლოთ მოცემულობაში და მივიღოთ ის საჭირო ცოდნა და უნარები, რაც ჩვენ გვჭირდება იმ კონკრეტული მოცემული მომენტისათვის. ვაკო, აუცილებლად უნდა ჩაგეკითხო ახლა, ბევრი მაყურებელი გვიყურებს და კონკრეტულად რომ მივიტანოთ მესიჯი მათთან. კი ბატონო. რატომ უნდა ავირჩიოთ პროფესიული განათლება, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ახლა საბჭოთა კავშირის კი, ცოტა რთული თემატიკაა. მით უმეტეს მშობლებისათვის და დიპლომის კიდევ სხვა რაღაცას ნიშნავდა, მაგრამ შეიცვალა ტრანსფორმული და საფარმაციულად უფრო კომპაქტური გახდა. მოდი ავხსნათ რა პრეფერენციები აქვს პროფესიულ განათლებას, არაფერს არ ვაკნინებთ, რა სამი პირიქით განათლება ყველა მიმართულებით. თუმცა ამ შემთხვევაში რომ ვისაუბროთ პროფესიულ განათლებაზე, რა პლუსები აქვს მას სხვა განათლებასთან. კი ბატონო, როგორც კი აღნიშნეთ, ჩვენ BDC აკადემიაში გვაქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი მომზადება გადამზადების პროგრამები, როგორც არის სხვადასხვა მიმართულების მხრივ და ჩვენ ვაძლევთ სტუდენტებს იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტულმა სტუდენტმა მიიღოს ის კონკრეტული ცოდნა და უნარები, რაც არის მისთვის საჭირო. მაგალითად, BDC აკადემიაში გვაქვს ავტორიზირებული სახელმწიფო პროგრამები, რომელსაც ვახორციელებთ, რამდენიმე მათგანი შეგვიძლია დავასახელოთ, როგორც არის პირველადი გადაუდებელი დახმარება, როგორც არის მაგალითად სკოლამდელი აღზრდა და კომპიუტერული ტექნოლოგიები, როგორც არის კომპიუტერის დაშლა, აწყობა, როგორც არის მაგალითად სამედიცინო მიმართულებას, უშუალოდ კოსმეტოლოგია, სკოლამდელი აღზრდა და ძალიან ბევრი მიმართულება არის, რომელიც შეგვიძლია რომ მივიღოთ. მოკლევადიანი, რომ დავაკონკრეტოთ და რას მოიცავს გრძელვადიანი? მოკლევადიანი მოიცავს უშუალოდ იმას, როდესაც კონკრეტული საჭიროების მქონე სტუდენტი მოდის სასწავლებელში და იღებს იმ ძირითად ინფორმაციას, რაც არის მისთვის საჭირო, ვალიდური და რაც თავარია რელევანტური. ხოლო უშუალოდ გრძელვადიანი
გამოდიან პროგრამებში იღებენ ფუნდამენტალურ ცოდნას თავიდან ბოლომდე იმისათვის, რომ მოსწავლე სტუდენტი თავიდან ბოლომდე ჩამოყალიბდეს პროფესიონალად. ასევე თქვენ ისიც აღნიშნეთ, რომ ჩვენ BDC აკადემიაში არ ვართ მხოლოდ საქართველოს ბაზაზე, უკვე ჩვენ გვაქვს 20 წლიანი გამოცდილება, გვაქვს ძალიან ბევრი პარტნიორი საზღვარგარეთ, გვაქვს მომზადება, გადამზადების პროგრამა, პლუს სტაჟირება საზღვარგარეთ სხვადასხვა ქვეყნებში და ეს არ მოიცავს მხოლოდ ევროპის კონტინენტს, გვაქვს ევროპაშიც, აზიაშიც, უკვე ამერიკაშიც და მალე დიდ ბრიტანეთშიც იქნება უკვე გადამზადების პროგრამები, რაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიან ხდის სასწავლებელს და არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენთან მოსული სტუდენტი მაქსიმალურად განვითარდეს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი ბენეფიტი, რომელსაც სტუდენტები მუდმივად აღნიშნავენ ხოლმე. ვაკო, მივადექით საუბრის ცენტრს, ალბათ რაც ყველაზე მეტად დაინტერესებს ჩვენს მაყურებელს. დასაქმება. რა დასაქმებულთა კვლევებსაც ატარებთ, როგორც შეფთვის ცნობილია, რა არის ის ნიშნული თქვენი BDC აკადემიის კურსდამთავრებულების დასაქმების გასაგებია რომ სხვადასხვა ფაკულტეტს და სხვადასხვა იქნება, ეს თავისთავად ბუნებრივია და შეუძლებელი პარადოქსი იქნებოდა ესე რომ იყოს. და ასევე შეკითხვაშივე მინდა ჩავსვა ციფრების გაჟღერების შემდეგ როგორ გაქვთ, როგორ ამყარებთ ურთიერთობას პოტენციურ პარტნიორებთან, სადაც უკვე წარმატებული სტუდენტები, მაღალ აკადემიურ დონეზე მომზადებულები, როგორ მიდიან უკვე პარტნიორ ჩვენ უკვე აღნიშნეთ ის, რომ უკვე 20 წელია ვართ საქართველოს ბაზაზე და არა მხოლოდ ლოკალურად, არამედ საერთაშორისო მასშტაბითაც ვართ. შესაბამისად, ჩვენ ეს გამოცდილება, ის კონტაქტები, რომლებიც დროსთან ერთად და გამოცდილებასთან ერთად დაგროვდა, გვაძლევს იმის საშუალებას და შესაძლებლობას, პლუს ლიდერ ქალთა საზოგადოებასთან ერთად, როდესაც გვაქვს ძალიან დიდი საზოგადოება გარშემო, როდესაც გვაქვს ძალიან ბევრი პარტნიორი, რომელთანაც ჩვენ თანამშრომლობთ, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თითოეული სტუდენტი, რომელიც მოვა ჩვენთან სასწავლებლად, მიიღებს კონკრეტულ ცოდნას, კონკრეტულ ინფორმაციას, შესაბამის მიმართულებით დასაქმდეს და ამით ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს თავმოთ, იმიტომ რომ 99%, რომელიც სტუდენტებიც მოდიან ჩვენთან სამსახურს იწყებენ სწავლის პარალელურად, მით უმეტეს ჩვენ, როდესაც ამდენწლიანი გამოცდილება გვაქვს ყოველდღიურად, ინტენსიურად შემოდის მაგალითად ზარები, მეილები, რომ სჭირდებათ კონკრეტული მიმართულების თანამშრომელი, კვალიფიცირებული, გადამზადებული, თუნდაც დამწყები სტარტაპერი, შესაბამისი კონკრეტული კონდიცია და ჩვენ პირდაპირ კარიერული განვითარების ცენტრი ამის ამართებს კონკრეტულად პიროვნებასთან. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ამის დეპარტამენტი არის ცალკე, რომლებიც ამვითარებენ თითოეულ ორიენტირებული არიან იმაზე, რომ თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს შესაბამისი გამოცდილება პირველ რიგში, თეორიულ პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად დასაქმებაც პარალელურად განხორციელდეს, იმიტომ რომ ამის ძალიან კარგი მაჩვენებელი გვაქვს 99% სტუდენტების სწავლის დასრულებისთანავე არა. ნახეთ, ეს არის მნიშვნელოვანი. სწავლის პარალელურად საქმდებიან, იმიტომ რომ თეორიულად და პრაქტიკულად იმას სრულყოფილად იღებენ ცოდნას და ინფორმაციას, ამის ძალიან თამამი შესაძლებლობა გვაქვს, რომ სწავლის პარალელურად დასაქმდეს თითოეული სტუდენტი. ვაკო, ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მინდა გკითხო, ძალიან 2 დეკადას მოიცავს BDC აკადემიის ოპერირება, 20 წელია მოღვაწეობთ. მოდი, მცირე პრეისტორიით დავიწყოთ, რომ აი დაარსების მომენტში, აი 20 წლის განმავლობაში რა იყო, როგორ იცვლებოდა ტრენდი, რა იყო ყველაზე პოპულარული პროფესია და დღეს აი 20 წლის შემდეგ რა არის ყველაზე მოთხოვნადი. შეიძლება რამოდენიმე იყოს, თუმცა მინდა რომ ამით მაყურებელს ტენდენცია ვაჩვენოთ, რა იყო 20 წლის წინ და რა იყო პირველ 10 წლის წინ და რა არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი პროფესია. კი ბატონო, ჩვენ უკვე 20 წელია ვართ ბაზარზე, 2005 წლიდან ფუნქციონირებდა აქტიურად, თავიდან ვიყავით ჩამოყალიბებული როგორც ტრენინგ ცენტრი, რომელიც ემსახურებოდა სხვადასხვა ტრენინგებს განვითარებას მხრივ, როგორც იყო მაგალითად ტურიზმი, ჟურნალისტიკა, ბუღალტერია, პირველად გადაუდებელი ფარმაცია, საექნო და ასე შემდეგ. დღეს, როდესაც ჩვენ უკვე გვაქვს 5 ფილიალი თბილისში, გორში, ქუთაისში, თელავში, მარნეულში, ვახორციელებთ დისტანციურად სწავლებას, გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს მოთხოვნიდან გამომდინარე შევთავაზოთ ის კონკრეტული აქტუალური ტრენინგები და პროგრამები, რომლებიც არის მათთვის მნიშვნელოვანი. მაგალითად, თუ 20 წლის წინ მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის შესწავლა, როგორ უნდა განვითარებული იყო ტურიზმი, დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ სასწავლებელში ვასწავლოთ AI ტექნოლოგიები, მდგრადი ეკონომიკა, მდგრადი განვითარება და შესაბამისად ჩვენი ბიზნეს ლანდშაფტის ცვალებასთან ერთად ჩვენ მუდმივად თავაზობთ სტუდენტებს განახლებულ პროგრამებს, ყოველწლიურად მიმდინარეობს ამის გადამუშავება, რომ კონკრეტულმა ბენეფიტებმა მიიღონ ბენეფიტები თავიდან ბოლომდე არ იყოს რაღაც შაბლონური, ეს არის ძირითადი დადებითი თვისება, თუნდაც პროფესიული სასწავლებლიც, რომ არ იყოს შაბლონური, არ იყოს მაგალითად თუნდაც წლიდან წლამდე ერთი
შემდეგივე ინფორმაციების მასა და მაქსიმალურად განვითარეთ როგორც ჩვენ, ასევე ჩვენთან მოსული სტუდენტები. ასევე მაგალითად 20 წლის წინ რა თქმა უნდა ანალოგიურად მომართვიანება იყო საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ იყო ასე რომ ვთქვათ კონკურენცია ძალიან დიდი, იყო შედარებით ნაკლები და ფაკულტეტების რაოდენობაც ცოტა რა თქმა უნდა იზრდება და იზრდება, კონკურენციაც იზრდება, თუმცა ჩვენ გავართ მაგრად მდგრადად იმისათვის რომ ჩვენ სტუდენტებს სურვილებს შევთავაზოთ მაქსიმალური ცოდნის მიღება, მაქსიმალური თეორიას plus პრაქტიკა, ეს ყველაფერი ხორციელდება როგორც ჩვენთან ადგილობრივ სასწავლებელში, ასევე სტაჟირებას გადიან სხვადასხვა წამყვან კომპანიებში, რომლებიც 99% საქმდება უშუალოდ სწავლის პარალელურად, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ბენეფიტია ნებისმიერი სასწავლებელს. ვაკო, ბოლოს შეკითხვას დაგისვამ და ამით მინდა რომ ფაქტობრივად შევაჯამოთ პროფესიული განათლების მნიშვნელობა და BDC აკადემიის ოპერირება. მაინც უმაღლეს განათლების მაგალითს მოვიყვანთ, არსებობს ასაკობრივი სეგმენტაცია, რომ პირობითად საბაკალავრო საფეხურზე 25 წლის შემდეგ აქვთ ადამიანებს კომპლექსი ამ ჩაბარების, შემდეგ იზრდება ცოტა მაგისტრატურა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. როგორია მომართვიანობა აი ასაკობრივი მიმართულებით პროფესიულ განათლებაში და შეუძლია თუ არა ყველას მოგმართო. თუ არის რაიმე ფაკულტეტებზე ასაკობრივი შეზღუდვა. BDC აკადემიის ყველაზე ერთ-ერთი დიდი ბენეფიტი არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა, რადგან ყოლია როგორც 13-12 წლის სტუდენტი, რა თქმა უნდა გააჩნია სპეციალობას და ფაკულტეტს, 12 წლიდან 77 პლუს სტუდენტებიც ყოლია. ამის პრობლემა ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს. გააჩნია უშუალოდ პროგრამას, თუ ჭირდება რაიმე პრეცოდნა, პრეგამოცდილება და შესაბამისად ჩვენ ყველას ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ პიროვნებას, რომელსაც სურს განათლების მიღება, მიიღოს ფუნდამენტალური ცოდნა, გამოცდილება, რაც არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ძალიან დიდი მადლობა ანალიზისთვის. მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებლებს, რომ BDC აკადემია არის უნიშნულოვანი პარტნიორი ლიდერ ქალთა საზოგადოების და ერთ-ერთი ამ საზოგადოების წარმატების განმსაზღვრელი ორგანიზაცია, იმიტომ რომ განათლების გარეშე შეუძლებელია ნებისმიერ სექტორში რაიმე წინსვლაზე და მიღწევაზე საუბარი. იგივე ჩვენ გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, ეკოლოგიაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია ამ თეზისების შესრულება განათლების გარეშე და ძალიან დიდი მადლობა ამისათვის ვაკო პირადად შენ და BDC აკადემიას და სრულიად საზოგადოებას მოვიკითხავ პირდაპირ ეთერიდან. ვაკო ყორღანაშვილი გათვალაური პროფესიულ განათლებაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.